ჩვენი გამარეთი ხარ? არა მე ვფიქრობ იმას, რომ ამის პარალელურად რო უკვე დაიწყო აქეთქე. ანუ იმ ზედანაწილის მოხსნა, აი ეს როგორ არის, აი ნაცისში. ორი აი გავიდი გამოსულია. ეს სადამდეში მაგას. სანამდეში და ჯერ დაბლიდან ახლა უყურე მაგიდან. არა, მე დავამაგრე. აქედან წავა ახლა ახლიდან, აი აგერ გვაქვს მაგის ქვები. სხვათა შორის მოუსწარით, მაგრამ მოუსწარით ბატონანიკა რო იცოდეთ. მაგრამ მოუსწარით. აი წარწერიანი ხვა. კი. ესა. ავტორი. კი. ანუ რამინდა იცით მაგაზე მე რესტავრატორს კიდე დაუკავშირე. ხო, და შესულ. აი შეხედავ და შევიდე. აი სანამდე, აი ესენი თუ რაღაც ესენი, აი აქამდე იყო თუ დაფარული, რესილი იყო თუ ანალოგი. და აი აქამდე ვარ ისე ჩავა მე რატო ვიდა, იცი მაგნა. იქ გაწევდა ხო? რაფერი შევჩერდი. ფერი როგორი იცი აი ჯერ არ ჩემი რუხ რა თქმა უნდა ხასთან მიახლოები იმაგასთან შეგიძლია ეს იმიტაცია ხო არ ამოსულა აქ მასალა სახურავის აი ამ ფიქსაცია აუცილებლად რომ ამაზე მე გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ რა შვებით. აი მაგა რა დონეზე ჩადის როგორ ჩადის აგერ ხატრობი. იმასაც ფიქრობთ რომ არის იმასაც თუ მილი რა არა მაქვს ვერ მაქვს არა აი როცა გაიწმინდება ეს როგორ აი ეს თუ ვიცი და აქ ეს ჩაგრეული გურიას შემოგზანების მიზანი რა არის თქვენი რო გითხრათ? კი ბატონო, რაც უმნიშვნელოვანესი არჩეულებრივი ადგილიდან მივესალმები საზოგადოებას და მინდა აღვნიშნო, რომ კონჭკათის მონასტრის რეაბილიტაციის სარეაბილიტაციო სამუშაოების მონიტორინგი ხდება ჩვენს მიერ. ეს არის საუკეთესო მაგალითი იმისა, რომ მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსებული პროექტით შემდგომში კერძო ფონდი საქართველოს ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდი აფინანსებს. ჩვენი ნებართვით მიმდინარეობს სამუშაოები, ხდება დავათვალიერეთ თუ რა პროცესში არის. რამე პრობლემები ხო არ არის, აღმოჩნდა რომ ძალიან კვალიფიციურ დონეზე მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები და მოვინახულებთ ჩვენ ასევე შემოქმედის მონასტერს, სადაც ჩვენი სახელმწიფოს ფულით იწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები, მუზეუმის საკითხების დაგეგმა მიმდინარეობს, რომ იცით რომ ჩვენ გვაქვს მუზეუმ-ნაკრძალი ოზურგეთში, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის, ასე რომ მრავალფეროვანი მისიით ვართ ჩამოსული და ვფიქრობ რომ საკმაოდ პროდუქტიული იქნება ჩვენი ვიზიტი. რა იგეგმება შემოქმედში და კონჭკათში სარეაბილიტაციო შემოქმედში, კონჭკათში სრული აღდგენა ხდება, ეს არის მე-13 საუკუნის უმნიშვნელოვანესი არქიტექტურის ძეგლი.
ის კავშირშია თავისი ისტორიით ჯუმათის მონასტერთან, შემოქმედის მონასტერთან. იგეგმება მისი სრული რეაბილიტაცია და იცით რომ გაიხსნა სამონასტრო ცხოვრება კონჭკათში. შემოქმედში არის დაზიანებული ნაწილების აღდგენა, ეს არის წყალი ჩამოდის გუმბათიან ეკლესიაში. იქ თავის დროზე 90-იან წლებში უნებართოდ განხორციელებული სანათლავის მოწესრიგება იქნება, უკვე თანამედროვე ძეგლთადაცვითი პრინციპებით და ტერიტორიის მოწესრიგება, ასე რომ მე ვფიქრობ, რომ უკვე პროდუქტიული და ესეც საქმიანი ვიზიტი არის. დიდი მადლობა ნიკა ანთიძე თქვენ თანამდებობებით. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი. დიდი მადლობა. ხომ ამ ეკლესიაზე როგორ საუბრობთ სახელობის არის რასთან გვაქვს საქმე? როგორც ვიცით, გურიაში ბევრი ეკლესია არ შემორჩენილა. განსაკუთრებით მე-13 საუკუნის ძეგლები ზოგადად დასავლეთ საქართველოში ძალიან ცოტა არის და მე-15 გურიაში. მისი მნიშვნელობა აქედან გამომდინარე დიდი არის. ძალიან ძიმე მდგომარეობაში იყო, შეიძლებოდა აი ზამთარი ვეღარ გადაეტანა. თუმცა ესეთი ძიმე მდგომარეობა იყო 63 წელს, როდესაც აქ ექსპედიცია მოვიდა ნიკო ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით. მაგრამ როგორც ჩანს, იმის მერე იმდენად გაუარესდა მდგომარეობა, რომ სიმყარე ძეგლისა უკვე შერყეული იყო და აი მშენებლობის დროსაც უკვე საშიშროებაც კი არის. შიგნით შესვლა მაგალითად საშიშია და ცოტა სიფრთხილეა საჭირო. ვიცით მე-18 საუკუნის ერთი საბუთით, რომ კონჭკათის ეს კონკრეტულად ეს ძეგლი ეკუთვნოდა თლიანად, რა თქმა უნდა, სოფელი შეწირული იყო იერუსალიმის ჯვრის მონასტერს, ქართველთა მონასტერს, სხვა გურიის სოფლებთან ერთად. რა თქმა უნდა, აქ ამ მონასტრის გამოსაღებიც, რომელსაც გლეხები სწირავდნენ მას, რაღაც წილი მიდიოდა იერუსალიმის ჯვრის მონასტერშიც. დიდი მადლობა სახელმწიფო თანამდებობაზე. გიგა მისრიაშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მთავარი სპეციალისტი. სამონასტრო ცხოვრება უკვე დაწყებულია. დიახ. მოკლედ რო გითხრათ თქვენ რა შვები და რა სამშობლო მიმდინარეობს. თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს ამას ყოველებას? ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა. რომელიც ძალიან დიდი ისტორიული მნიშვნელობის მონასტერი არის, რომელსაც აქვს გურიელების ხელნაწერებში მივაკლეთ ისეთ ისტორიას, რომ ძალიან დიდი წყარო, ძალიან დიდი ისტორია, რომელიც მოწმობს იმის შესახებ, რომ მონასტერი იერუსალიმის ჯვრის მონასტერზე იყო შეწირული და ესე იგი ანუ აქედან შესაძიეს უგზავნიდა იერუსალიმის გოლგოთის ჯვრის მონასტერს და ანუ ამით მოწმობს იმაზე, რომ ძალიან დიდი ესე იგი მეურნეობა, ძალიან დიდი მონასტერი, ძალიან დიდი მასშტაბიანი მონასტერი იყო და ჩემი ერთადერთი ანუ სურვილის იყო, რომ ეს მონასტერი აღდგენილიყო და ერთობლივი ძალისხმევით და აი კეთილი ადამიანების ნებით და დახმარებით და რა თქმა უნდა დაფინანსებით, ისე ვერაფერი ვერ გაკეთდებოდა, რო არ აქვს დაფინანსება, რო არ აქვს ერთობლივი გაერთიანებული ესე ძალისხმევა, ეს მონასტერი ესეთ ფორმაში არ იქნებოდა და ვერ იქნებოდა. მადლობას ვეთქვი თითოეულ ადამიანებს, ვისაც წვლილი მიუძღვის, განსაკუთრებით ქართულ ფონდს, რომელიც აღადგენს მრავალ ტაძარს, ვინმოთვლის იმას, ნამდვილად ძალიან დიდი მადლი არის. ეს არის ისტორიული ფაქტი და ისტორიული მოვლენა, რომელიც ესეთი ტაძრის, ესე იგი რესტავრაცია აღდგენით, ესე იგი დამშვენდება და გალამაზდება ეს სოფელი და ჩვენი საქართველო და გურია. მადლობთ მამაო. მამა პეტრე. დიდი მადლობა.